გამარჯობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის თემა იქნება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ამ თემაზე თავის აზრს და ანალიზს გაგვიზიარებს ლუკა მილორავა, სენტანტას სპორტის ჟურნალისტი და კომენტატორი. პირველ რიგში ლუკა, ძალიან დიდ მადლობას გიხდი აქ მოსვლისთვის და ფასებისთვის და როგორი მოლოდინები იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, გაგვიზიარე შენი აზრი. პირიქით, დიდი მადლობა. მიხარია, რომ ძალიან ბევრი წლის შემდეგ ამ უნივერსიტეტს კიდევ ერთხელ ვეწვია. აქ არ ვსწავლობდი, მაგრამ დავდიოდი ხოლმე, სადამ ჩავალბარებდი მაშინ. მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, მსოფლიო ჩემპიონატი წელსაც სხვანაირი იქნება. შაშანელი იყო და 4 წლის წინანდელთან მიმსგავსებით. ისე ზამთარი იყო, ეს ღამე იქნება ძალიან. და ყოველ მსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატია. ჩემთვის ფეხბურთი მაინც უფრო ყოველთვის სანაკრებო მოვლენაა. მე ნაციონალისტურად უყურებ ხოლმე ხშირად ფეხბურთს, გულისხმობ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაც ქვეყანას წარმოადგენენ, რაღაცა კონკრეტულ ლოკაციას წარმოადგენენ და ამიტომ საკლუბო ფეხბურთმა შეიძლება იქ დაკარგა, ნაკრები ვერ დაკარგავს მაგას. ამიტომ სანაკრებო ფეხბურთი შეიძლება ითქვას და განსაკუთრებით მსოფლიო უფრო მნიშვნელოვანია. ეს ეგრე ვფიქრობ, ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონატი. მადლობა ლუკა პირველ რიგში რომ მოხვედი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოდი დავიწყოთ ბარემ საუბარი უფრო კონკრეტულად მსოფლიოზე, შევეხოთ ფორმატს. ალბათ საინტერესოა 32 გუნდის ნაცვლად უკვე 48 გუნდი ხვდება მსოფლიოზე და შენი აზრით ეს რას შეცვლის ფეხბურთისთვის და ზოგადად სანაკრებო ფეხბურთისთვის? ხო, ფეხბურთი ცდილობს, ზოგადად ბოლო პერიოდი ფეხბურთი ცდილობს, რომ უფრო უნივერსალური გახდეს. ან ადრე პირიქით თუ ფეხბურთის მიზანი იყო, რომ ჰერმეტული ყოფილიყო და სადღაც ჩაკეტილი ყოფილიყო და უფრო უნიკალური ნიშა მიეცა, მაგალითად ძველ მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდიც არ იყო, ორი ჯგუფიც ყოფილა ეგეთ მსოფლიო ჩემპიონატები. თითქოს მაშინ ის იყო ფეხბურთის მუღამი, რომ ცოტანი ვართ, უფრო იშვიათია და ეგრე ვითამაშოთ. ახლა პირიქით უნივერსალურია. უნდათ ეგ FIFA-საც, UEFA-საც და ყველა საფეხბურთო ორგანიზაციას, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიცვან და მაყურებლები გაზარდონ არა ხარისხის გამომჯობესებით, არამედ რაოდენობის გამომჯობესებით. ჩემპიონთა ლიგამაც ეგ გააკეთა. როგორც ადრეც 90-იანების დასაწყისით ჩემპიონთა თასიდან ჩემპიონთა ლიგაზე გადასვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სილვიო ბერლუსკონიმ გაბრაზებულმა თქვა, რომ უფრო მარტივად ვარდებოდნენ გრანდები და ასეთ გრანდების მეტი თამაშის ყურება უნდა და ყველას. და ეგ ხდება ეხლაც, მეტი თამაში და გრანდების მეტი. რაოდენობა კი იზრდება, მაგრამ ხარისხი მგონია, რომ იმდენი გუნდია შემოყრილი აფრიკიდან, აზიიდან, რომ ხარისხი როგორ შენარჩუნდება, მაგას ვფიქრობ. ხო, ზუსტად, აი კურასაო არ ვიცით რა ფეხბურთს თამაშობს, აი ნახოთ, დავინახოთ კურასაო რა ფეხბურთს. კაბო-ვერდე ვიცით რა ფეხბურთს თამაშობს, ქუთაისში ვნახეთ. კაბო-ვერდე. კი. ფავორიტები ვინ გონია მსოფლიო ჩემპიონატზე? ფავორიტები მგონია ისევ საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა, ეს სამეული მგონია მე. აი არგენტინაზე ჩემი სუბიექტური აზრი მაქვს, რომ შევეხოთ ყოფილი ჩემპიონი. შემედავები, ხო? ხო, რომ აი არ შემყავ სიმართლე გითხრა, არ შემყავ ფავორიტებში არგენტინა, იმიტომ რომ მგონია რომ ამ გუნდმა თავისთავი ამოწურა არ ვიცი, მაგრამ ამ თავის გასაკეთებელი გააკეთეს რა ფეხბურთელებმა, რომ მესის უნდა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და გააკეთეს. ხო, პიკი იყო, ხო, აი ეგ იყო რა პიკი. მიზანი შეასრულეს და აი ფავორიტებში შემყავ, ეხლა ისე არ მივყვები თანმიმდევრობით, მაგრამ საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და პორტუგალიას შევიყვან რონალდუს გამო, იმიტომ რომ რონალდუს გამო უცდა ისედაც განძლიერი ნაკრები ყავს. აი შეტევა როგორ იყოს პორტუგალიას? ეგ დაცვიდან დავიწყე, აღარ დავამთავრებდი, ნახევარ-დაცვა უნდა მეთქვა. სუპერ, ორივე სუპერ, მაგრამ შეტევაში რაფა ლეაო, პედრო ნეტუ, ჟოო ფელიქსი, გონსალო რამოში, აი რა სახელები? აი შეტევა, თან რონალდოც კი არის სახელია უბრალოდ, თან როგორ ვთქვა ხა რონალდოა, მაგრამ ამ თავის კარიერის ბოლო ეტაპზეა და როგორ ითამაშებს გამოჩნდა. რონალდოა მთავარი შემტევი მაინც მაგ გუნდში. მაინც რონალდო გამოჩნდა. მსოფლიოზე შეიძლება ამყარებდნენ იმედებს, მაგრამ ამ მსოფლიოზე და ზოგადად ეს ბოლო სეზონებია ამოვარდნია ლეაო რა. თვითონაც თავისთვისაც ლეოსთვისაც უფრო დასამტკიცებელი მსოფლიო იქნება, იმიტომ რომ გონი მილანიდან მიდის, ცუდი სეზონი აქვს მილანში, სტატისტიკის მიუხედავად, ზოგადად შედარებით კარგი აქვს. რაღაცა უნდა გააკეთოს, რომ მოაწონოს თავი ბარსას ან რომელიმე ეგეთ გრანს და აი ყველაზე მეტად ვინმეს თუ მეიმედება ლეაოა. მაინც ლეაო კი. მაგრამ არგენტინაზე ის გონია რომ ხო უფრო ასაკოვანია 4 წელთან იმ წინა 4 წელთან შედარებით და ახალი თაობა არ წამოსულა არგენტინაში ისეთი რომ ვიღაცები არიან აი ბარკო მაგალითად და საინტერესო ხალხი არის მაგრამ მესი ისე თამაშობს დღემდე რონალდუსი არ იყოს რომ მესის გარშემო ყოველთვის შეიძლება ნაკლები ააშენო მით უმეტეს
თუ აკვირდებით სოფლიო ჩემპიონატი რო ახლოვდება არგენტინელი ფეხბურთელები როგორ იწყებენ თამაში. აი მოლინა როგორ თამაშობს, მუსო როგორ თამაშობს, ალვარესი როგორ ფორმაში. ხო, აი სოფლიო რო ახლოვდება სხვანაირად იწყებენ თამაშს, იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის სოფლიო ჩემპიონატი რაღაც ის კვესტი არის, თავარი კვესტია და მე მაგიტოს ამელში ვაყენებ. შენთვის თავარი ფავორიტი მაინც საფრანგეთი. მე საფრანგეთი მგონია. შემოდგენას რო გადახედო, შეტევას რო გადახედო, როგორი შეტევა ყავს. შეტევა ნახევარი და უბრალოდ დაცვაც. დეშამა როგორ უნდა გადაწყვეტოს, ვინ უნდა დააყენოს შეტევაში ძირითად ჩამი. ეს ნახევარი დაცვაა, რომელიც ესე გადაწყვეტილია ალბათ ჩუამენი რაბიო, ალბათ ეგეც, მან და არის ეგეთი დიდი კონკურენცია. მაგრამ შეტევაში მესამე სათადარიგოთა ფეხბურთელი არის მარკუს ტურამი. იმდენად ღრმა შემადგენლობა ყავს. მაგრამ აი საფრანგეთმაც ეგ ყველაფერი გეგმაზომიერად გააკეთა. საფრანგეთმაც 90-იანების დასაწყისში წარუმატებელი მსოფლიოების მერე გადაწყვიტა, რომ რაღაც ერთიანი აკადემია გაეკეთებინა, ერთიანი საბავშვო ფეხბურთი გაეკეთებინა. ერთი კლერფონტენის ბაზის გარშემო. და მაგიტოა, რომ ყოველ წელს საფრანგეთის თაობა უფრო უკეთესი ხდება. ვითარდება. ხო, ემატება, ახალი ფეხბურთელები ემატება. წინა მსოფლიოში. კი, შერკი არ იყო წინა მსოფლიოში. დუე არ იყო. ვინც იყო ის ხო დარჩა და დაემატა კიდე ეს თაობა. აი შეტევაში სამულში მიგონია წინა შემდეგ ხარში. 4-ეული იქნება ალბათ 10-იანი იქნება. შერკი, მე მგონია შერკი, მბაპე, ოლისე, დემბელე მგონია მე. და ძალიან მაგარია. მაგრამ ესპანეთი მაინც თვითონ გუნდი საუკეთესო ესპანეთი მგონია, შემადგენლობა საფრანგეთის მგონია უკეთესი. როგორც შეკრული გუნდი მაგას გულისხმობ? ესპანეთი. იამალი იქნება ხო მსოფლიოზე? საკლუბოს გამოტოვეს და მსოფლიოზე იქნება ტრამვისგან. მე ჩემი ესეთი ძალიან კონსპირაციული თეორიაა, რომ სპეციალურად სპეციალურად არა, მაგრამ ტრავმა ქონდა, მაგრამ ეგეთი სერიოზული არა და მსოფლიოს ეგოდი კონსპირაცია რა თქმა უნდა ეს, იმიტომ რომ მეც მაგას ვიზავდი, იამალი გავიხო. მაგრამ ერთი ის არ კლასიკო, ეგ სათამაშო და აი კლასიკოს არ კლასიკო მაინც ლა ლიგაში განარდებული აქვს ყველაფერი. შენი აზრით აღმოჩენა ვინ იქნება მსოფლიო ჩემპიონატის? მსოფლიო ჩემპიონატის გუნდი. და მე ფეხბურთელებს სურვილი გექნება თქვა ახსენ. ჩემი აზრით არ ვიცი, მაგრამ სურვილით გეტყვი, რომ ნორვეგია მინდა რომ იყოს აღმოჩენა. მაგაზე ვსაუბრობდით ჩვენ. იმიტომ რომ აი ნორვეგიული ფეხბურთის განვითარებასაც ძალიან ვაფასებ და აი მაგათად ბოდოგლიენტი ხო რაც იყო წელს. აი ეგ იყო ჩემთვის ერთ-ერთი იშვიათი ნათელი წერტილი ბოლო წლების ფეხბურთში, იმიტომ რომ გუნდი ადგა და სულ ნორვეგიული შემადგენლობით ამ დონეზე ავიდა. სპორტინგთანაც აი მანდაც გამოუცდელობა და ფეხის კანკალი იყო ალბათ რომ ეგრე გავარდნენ. თორემ აი ნორვეგიამ რაც გააკეთა ეგ რო აკადემიების ხარჯზე განავითარა გუნდები, მაგას ვაფასებ და ნაკრებშიც აისახა ეგ. კი არიან თავარი ვარსკვლავები არა ნორვეგიული ჩემპიონატიდან, ჰოლანდი, ოდეგორი, სარლოტი და სხვები. მაგრამ იქნებიან, აი ბერგი იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთ შემადგენლობაში. ჰოგიც შეიძლება იყოს. ხო, და აი ეგ მომწონს. ჰოგი თუ ნორვეგიას კარგი საბოლოოდ კარგი შემადგენლობა ყავს საფრანგეთზე. კარგად. მინდა რომ ნორვეგია იყოს, იმიტომ რომ ვაფასებ როგორც ვითარდებიან. მაროკო მიყვარდა ყოველთვის, მაგრამ ეხლა რაც მოხდა საფრიკის ჩემპიონატზე, თვითონ ღირსეულად დახვდნენ ისე. ჰაკიმი თქვა რომ ჩვენ არ ვისახულობთ ამ ჩემპიონატს. კი, ჰაკიმი. მაროკო ყოველთვის. მაგრამ არც მოსაწონი იყო განასაქციელი ნაკრები. სენეგალი? რაც დაიმსახურეს მიიღოს, როგორია გავიდნენ, რა ვიცი. არა, სენეგალმა რაც გააკეთა, იგეც რა თქმა უნდა არაპროფესიონალური დამოკიდებულება იყო და თვითონაც აღიარეს ეგ. მაგრამ ეგრე თუ დაშა იყო, იქვე უნდა დასჭილიყო. იქვე უნდა დასჭილიყო. ძალიან ისე გამო. ეგ მორალურად ვამბობ, თორე რა თქმა უნდა ბიუროკრატიულად ეგრე ხდება, რომ 3 თვე ხება გაიწელოს სასამართლოები და ეგ პროცესი. გასაგებია. აუ სერია აშიც იცით 2006-ში მოხდა და ეგეც გაიწელა მაგალითად. ინგლისის ნაკრებისგან არ ვსვენებოდოთ. ინგლისის ნაკრები წინა ევროზეც ინგლისის ნაკრები. ბოლო ორი ევროა ფინალში გადის. და რა მაინც. ისეთი შემადგენლობა ყავს ინგლისაც. ინგლისაც კარგი შემადგენლობა ყავს. შეტევა. მე დაცვაზე არ გვირდები ინგლისურ. ხომ არა ორაილი დაემატათ, ახლა ეგ ახალია. მარცხენა მცველზე სულ პრობლემური იყო ინგლისი. როგორი დაცვა ყავს, ანუ ორაილი, გეჰი, მაგვაიერი მაინც არ ვიცი თუ მე მაინც მაგვაიერი მგონია რომ იქნება რა. და აი ეგ დაცვა არ მაგიჭებს. სტოუნს აღარ დაიყვანენ წესი. არ ტომორიც ბოლო იმაში დაცვაში ბოლო გამოძახებაზე ამ ხანაგურს ბევრი იყო გამოძახებული. ვიკაიო ტომორიც კი იყო გამოძახებული. ბოლოზე ტრენტი არ გამოიძახეს. ტრენტი არ იყო გამოძახებული. ტრენტი არ იყო. არ ვიცი ინგლისის მე მენტალიტეტისაც მჯერა ზოგადად. და არ აქვს ინგლისს ეგეთი მენტალიტეტი. ხო აი აბსტრაქტული ცნებაა ძალიან ეგ მენტალიტეტი, იმიტომ რომ ნუ ფეხბურთელები წყვეტენ მაინც ესე ინდივიდუალურად ყველაფერს, მაგრამ ინგლისი არ დაყვება ის ინგლისისთვის იდეალური შანსი იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალის სახლში ითამაშეს. თან მარტო ფინალი კი არა, მთელი ევროპის ჩემპიონატი ითამაშეს სახლში. და უემბლიზე ხო ერთ შევიდა იტალიის გულშემატკივრობის დიდი ნაწილი და სახლში ითამაშეს ფინალი. აი მაგ ფინალს რო იგრე წააგებ, რომ მეორე ნომრად თამაშობ მესამე წუთიდან.
მე ცოტა მან ნდობა დავკარგე. მაგრამ ტომას ტუხელი არის ეს 1000 მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია რაღაც ეგეთის გაკეთება. თუმცა მე მეორე ნაწილი შემოდის, რომ არასდროს არ მოუგია ნაკრებს უცხოელ მწვრთნელთან ერთად სოფლიო ჩემპიონატი. წესით ეგრე არის, წესით ეგრე მახსოვს. არ მახსოვს, მე არ მახსოვს. ხო, თუ რამე გადავამოწევთ ამას, მაგრამ ეგრე არის. გონი საჭიროა შევეხოთ იტალიის თემას, როგორც იტალიის ფანისთვის. უკვე 12 წელია იტალია მსოფლიო ჩემპიონატის გარეშეა. არ ვიცი, რას ფიქრობ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ეს ბოლო არ გასულა, გამოწვეული შეიძლება იყოს თუ არა გაზრდილი გუნდების ფორმატით. ეს შესუსტება იტალიის? ხო, როგორ გავიდა, არ ვიცი. მე იტალიის ფანად დიდი ხანია თავს, ესე აღარ გზნობ მით უმეტეს საქართველოს წარმატება რაც ვნახე, მაგრამ ხო იტალია ბავშვობიდან უფრო მეტად მიყვარდა ვიდრე სხვა უცხოური ნაკრებები და იტალიის მთავარი პრობლემა არის ის, რომ 2006 წელს კალჩოპოლი რომ მოხდა. კალჩოპოლი არ იყო მიზეზი, კალჩოპოლი იყო საბაბიც არა. კალჩოპოლიმ გამოაშკარავა ის პრობლემები, რაც აქამდე იყო. აქამდე იტალიურ ფეხბურთი საუკეთესო იყო 90-იანებში და 2000-ების დასაწყისში ვერ გრძნობდა რეფორმების საჭიროებას. იმიტომ რომ იგებდა, ბევრი ფული ტრიალებდა, ველური კაპიტალიზმი იყო შედარებით იტალიაში და ეს გუნდები მილანი, იუვენტუსი და სხვა, იუვენტუსი კიდე ნაკლებად ინფრასტრუქტურაზე არ ზრუნავდნენ, აკადემიებზე არ ზრუნავდნენ რაღაც საერთო სტრუქტურაზე და ამ ფულს ხარჯავდნენ უბრალოდ აი დიდ ფეხბურთელებში. და კალჩოპოლი მოხდა და უცებ ყველამ დაინახა რომ ეს ფული წარმავალია, ეს ტიპებიც ვინც გუნდებს მართავენ წარმავლები არიან, იმიტომ რომ წავა ბერლუსკონი და მე მაგის შემცვლელის მოძებნა რთული გახდა, იმიტომ რომ მილანის სტრუქტურა კი არ არის, მილანი არის ერთი კაცის ალღოზე ჩამოკიდებული გუნდი. და ეს გუნდები, რომლებიც ერთი კაცის ალღოზე და ერთი კაცის გემოვნებაზე იყვნენ ჩამოკიდებულები, დარჩნენ სტრუქტურის გარეშე. ამ სტრუქტურამ მოიტანა ის, რომ ფეხბურთელებს ვეღარ ზდიან. ანუ აკადემიები აღარ არის. ნაკრები არის, არ მარაგდება. ხო, აი იტალიის ნაკრებში რა ხდება? ერთი გარემარბი არ არის. ანუ თანამედროვე გამოწვევებს ვერ შეხვდნენ სწორად. ანუ ვერაფერი ვერ შესთავაზეს და ვერც სწრაფად ვერ გადაეწყვე. მე ევროპაზე რა სიტყვი მოდის შეგაწყვეტი. ევროპა ამოვარდი კონტექსტიდან ამოვარდელი მგონია ეგრე გამოვიდა. ვიდრე სისტემური შედეგი, იმიტომ რომ მანდ იყო აი ამ თაობის, კარგი თაობის, შედარებით კარგი თაობის ბოლო გაბრწყინება. ბონუჩი, კიელინი, ვერატი, ინსინია, აი შედარებით ნიჭიერი კიეზაც როგორ გამოჩნდა კიეზა ევროს ხო, საერთოდ თანაკრებო ტურნირების ფეხბურთელი იყო. თან ვიალის კონტექსტი იყო, მანჩინის ასისტენტი ვიალი და კარგი შტაბი შეიკრა ეს ბავშვობის მაკაცები, მანჩინი, ვიალი, გაბრიელე ორიალი და ეგ ხალხი და მოაგებინეს ევრო და იტალია ესეთი გუნდი დარჩა რა, დაცლილი სრულიად ტალანტებისგან და დაცლილი სრულიად ეს სტრუქტურული აკადემიისგან. ეხლა უნდა შეცვლა, ეხლა უნდა მაინც რო შეხედო შემადგენლობას, ვერ იტყვი რომ ცუდი შემადგენლობა ყავს. ეს შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადიოდეს, კი. მაგრამ იტალია მაგას ვერ შეეგუა, რომ ის აღარ არის. პირველი თიერის გუნდი აღარ არის. აი მაგას ვერ შეეგუა მგონია და მენტალურად არასწორად განეწყო ამ ყველაფრის მიმართ. აი ბუფონი ამბობდა ძალიან სწორად, რომ თანამედროვე ფეხბურთმა და გამოწვევებმა გვაიძულეს რომ რაღაც ისეც მოვერგოთ, რაც ჩვენი არ არის და ჩვენი იდენტობა დავკარგეთო. ანუ იტალიამაც აი არც იქით მიიღეს და არც აქეთ მიიღეს. თან თავის იდენტობაზე უარი თქვა, თან თანამედროვე გამოწვევებს ვერ დაუკავშირდა და სადღაც შუაში გაიჭედა. აი სრული კრიზისია. გასაგებია ყველაფერი. სრული კრიზისია, არ ვიცი რა უნდა მოხდეს იტალიაში. აი მალდინის მიყვანა უნდათ ახლა პრეზიდენტად და მგონია რომ ეგეთი კაცი. ხო, აი ეგეთი კაცი ჭირდება, რომ დაარტყავს. ისე ხმაც გავრცელდა. გვარდიოლას უნდა რა უკავშირებენ იტალიას. გვარდიოლას იტალია უყვარს ზოგადად, იმიტომ რომ PSG-ში თამაშობდა და ბევრი მეგობარი ყავს და როგორც ამბობს კარლო მაცონემ იქაურონ თომას ალა ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ გვარდიოლა ბოლო წლებში რო შევხედოთ როგორ გუნდებში მიდის, იტალია რესურსულად ვერ სთავაზობს საერთოდ ვერაფერს, რაც მაგას. გვარდიოლა მოითხოვს უნდა მოუყვანო და მე შედეგს გაჩვენებს და იტალიაში არ ვიცი. ნაკრები ისეთია თუ თაობა არ გეზდება, იხრი უნდა მიიყვანა ხო ფეხბურთელს ვერ იყიდი ვერაფერი და. აი მაგრამ აი გვარდიოლა მალდინი ეგეთი ხალხი ჭირდება ზუსტად, რომ აი აიღებენ საკუთარ თავს. და მორჩა აი ხედვა აქვთ, პრინციპულები არიან და მიყვები. და ნუ ახალგაზრდები ასე. არ ვიცი, გაბრიელე გრავინა. ინდივიდუალურ ოსტატობასაც რო შევეხოთ და ფეხბურთელებს ვინ გონია გამორჩეული ვინ იქნება წელს მსოფლიოზე. რაიან შერკი მახალისებს ძალიან. ოლისეც პირველი ჩემპიონატია ოლისე იამალი შერკი. ძალიან სასიამოვნო მსოფლიო იქნება წესით. კი, აი პლეიოფებიდან განსაკუთრებით. კი, მეროთფინალებიდან თავისთავად. აი ეგ ხალხი ფეხბურთს მახალისებს. თან მე ხა იტალიურ სერიაზე ვმუშაობ და იტალიურ სერიას ტალანტების შემყურე ოლისეზე და შერკიზე და იამალზე ვიждები. მაგათი მყურეთ? კი, და ზოგადად საფრანგეთში ძალიან ბევრი ნიჭი არის შეტევაში.
და ერთი სული მაქვს როდესაც ნახავ საფრანგეთის ნაკრებს. სოფლიო ჩემპიონატი ახლა ფეხბურთელებზეც დიდი გავლენას მოახდენს ოქროს ბურთზე, იქნება დიდი გავლენა და ეგ სამწუხარო. სამწუხარო კვარას გამო, იმიტომ რომ ისეთი სეზონია კვარას ლიგაზე ისე თამაშობს, რომ ისე მოუმატა. სოფლიო ჩემპიონატის წელი რო არ იყოს, აი რას ფიქრობ, აი სადამდე წავიდოდა კვარა ოქროს ბურთზე, აი სოფლიო ჩემპიონატის წელი რო არ იყოს. PSG თუ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ამ დინამიკით კვარა საუკეთესო ფეხბურთელია. კი. და ამ დინამიკაში გულისხმობ იმას, რომ ეხლა ნახევარფინალში თუ დემბელე ადგა და ჰეტრიკები გაიტანა, მე შევა დემბელეზეც დაპატა. აი ისე როგორც ეხლა არის, აი ნახევარფინალშიც ისე ითამაშოს, როგორც თამაშობს და ფინალშიც. ხო, ამ დინამიკით საუკეთესო ფეხბურთელია. ამ დინამიკით კვარაცხელია ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატია. გაჩნდა ვინ მოიგებს, ახლა თუ ბაიერნი მოიგებს, ალბათ კეინიან ოლისე გახდებიან. და აი მსოფლიო ჩემპიონატზე ნებისმიერი გრანდის მოგება ალბათ ნიშნავს, რომ იმ გრანდის ლიდერი ფავორიტი ხდება ბალონ დორის მოგებას. ეგრეა და თან ბუნებრივიც არის რომ ეგრეა. პორტუგალიამ რომ მოიგოს სოფლიო თქვა, მაგ შემთხვევაში ვინ მოიგებს სოფლიოს რას ფიქრობ? გაჩნია ხი ვინ როგორი თამაშობს ის პერფორმანსი და 7 გოლი თუ გაიტანა სოფლიოზე? აი ხო რაღაც ეგეთი პერფორმანსი თუ და მოიგებს კრისტიანო? გონია რომ აი ეგ იქნება დრამატურგია ფეხბურთის რომ იცემე. განვითარება. პირველი მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალის ისტორიაში კრისტიანო რონალდო 40 პლუს ასაკში 41 პლუს ასაკში იგებს. რა ვიცი ან მე მივცემდი ხო ეს ხომ იცემდი ეს მივცემდი მე რონალდოს ლაპარაკი საუკეთესო ფეხბურთელებაზე წავა ჩემი აზრით ეგ არაფერს არ შეცვლის იგი იგივენაირად იქნება შეიძლება იმიტომ რომ მე მგონია რომ საუკეთესო ფეხბურთი აი თუ ეგეთი პერფორმანსით მოიგო როგორც მესის ჰქონდა ესეთი მე მგონია რომ თანაბრდებასავით ეგრე მგონია რა შეიძლება გათანაბრდეს აი გოუთობის ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს მაგრამ ფეხბურთის დრამატურგისთვის მინდა რომ ეგ მოხდეს მეც ეგრე მინდა რომ აი საინტერესოა ეხლა ძალიან წინაა მესი და ცოტა დაბრუნდეს ეს კამათი. სოფლიო ჩემპიონატით გათანაბრდებიან ოქროს ბურთზე დაეწევა ცოტა, 2 ბურთი იქნება სხვაობა, ხო? 5 აქვს რონალდოს, 6 იქნება თუ მოიგო, მაგრამ ძალიან შორს მივიდივართ ეხლა. იმასაც ვიტყვი, ვინაც არ იგონოს, მე მესი მგონია რა თქმა უნდა, სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში და მაგას მიღწევები არ გასაზღვრავს. აბა აი ტელეპათია აქვს ამ მოქცევა სტადიონზე, თამაში, დამოკიდებულება. ჩემთვის მესი ფავორიტია რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა უბრალოდ ფეხბურთს ეგრე უყურებ ცოტა, ჩემი სუბიექტური შეხედულება რო გადავდო ინტრიგა მინდა. ინტრიგა კაი იქნება. რას ფიქრობ, აბა ეს პირველად ტარდება სამ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატი. განსხვავებულ ფორმატში მოგთავაზებს. დროის მხრივაც არეული იქნება სამწუხაროდ ჩვენთვის, მაგრამ პლეი-ოფებიდან წესით უნდა დალაგდეს, ხო? ხო, time slot-ები ეს დროის მონაკვეთები ძალიან გაშლილია. საღამოს 8-დან დილის 8-მდე შეიძლება გაიშალოს. პირველი გახსნის თამაში 11 საათია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა. კი, მაგრამ არის რაღაც თამაშები, რომელიც 8-ზე იწყება ჩვენი დროით. არის ასევე თამაშები, რომელიც დილის 8-ზე იწყება ჩვენი დროით. დილის 5-ზე, დილის 7-ზე. ალჟირთან არგენტინას დილის 5 საათზე აქვს თამაში. არის როგორი ზაფხული გველის თქვენი აზრითაც, ხო? შაიკრიბებით და შევა მთელი დღე გაათენო მე. აუ, ეგაა ფეხბურთი და ეგაა მოგონა. შეიძლება მთელი ღამე შემოგვათენდეს. მე აუცილებლად უყურებ ყოველ თამაშს თქმა უნდა. მე მაგას ვაპირებ ზუსტად. ყველა სამსახურის ყვები ახლა სამსახურის ყველას ვერ ეხა ისეთი გუნდებია მართლა ვახსენეთ აფრიკის გუნდებია. ისედაც ჯანმრთელობის მხრივ გამიჭირდება ყოველ თამაში უყურებს. მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები რომ რომელი ნაკრების თამაში არ გამოტოვო მაინც აბა ეგ. არგენტინის არ მინდა რომ არაფერი გამოტოვო, ბრაზილიის არ მინდა რომ არაფერი გამოტოვო, საფრანგეთის, ესპანეთის ან მაგ ნაკრებების ერთი თამაში წარდგა. მაშინ მოგიწევს ღამის გაცენება. მაგრამ არის იქ ახლა დილის 5-ზე მაგალითად საუდის არაბეთი, კაბო-ვერდე ეგეთი თამაშიც და მაგას ჩამეძინა. ალბათ ჩამეძინა, არ ვიცი. ნახოთ. ბრაზილია ვახსენეთ და ნეიმარი წავა სოფლიოზე. ესტევაო დაიმტრაო და ხო, აი მე ძალიან მინდა რომ ნეიმარი წავიდეს, იმიტომ რომ ნეიმარი მესი არ არის მთლად, მაგრამ ნეიმარი არის ხდება რა. ცოტათი მესისთან მიახლოვებული ეგ ფიგურა, რომელმაც შეიძლება დამატებითი мотиваცია მისცეს. სულ რო არ ითამაშოს და რაღაც სკამზეც რო იდეს ნეიმარი რო ყავდა ესეთი ფიგურა, მაინც მგონია რომ დიდი ძალაა და ნიშნულოვანი კაცი არის მაგ მიზნისთვის, რაც ბრაზილიას აქვს გონია. ბრაზილიას ისედაც ფეხბურთთან დამოკიდებულებაში დამატებითი მიზანი არ ჭირდება, ბრაზილია საფეხბურთო ქვეყანაა და ბრაზილიას ეგ უნდა მარტო. მაგრამ ნეიმარი საჭიროა რა. ნეიმარი სანამ თამაშობს, მინდა რომ სოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს. კარლო ანჩელოტი უნდა წაიყვანოს, იმედია წაიყვანს. კი, აი ნეიმარზეცაა დამოკიდებული. მე არ მგონია რომ ბოლო არ გამოძახება განაჩენი იყო ანჩელოტის მხრიდან და არ მგონია რომ ამით ყველას უთხრა აღარ გამოგიძახება. შეიძლება პირიქით სიგნალი. თვითონაც თქვა რომ ბოლო ის არ წყვეტსო. სიგნალი იყო შეიძლება. ფეხბურთელებსაც შეერათ რომ აი რაფინიას კომენტარი ვნახე, გონი რაფინია იყო რომ შეერათ რომ აი ნეიმარი მათთან ერთად იქნება მსოფლიოზე და აი ფეხბურთელებსაც რომ შეერათ და ესეთი ნდობა შეიძლება
წავიდეს კიდევაც სოფლიოზე. ეხა ანჩელოძედან თვითონ როგორც ახსენე ნეიმარზე იქნება დიდი დამოკიდებული. კი. ხო, რა ჩემპიონატ ფიზიკური მდგომარეობა უფრო მეტად, ვიდრე რაც კონკრეტულ თამაშის პერფორმანსი. ფიზიკურად უნდა იყოს ისე, რომ ამ ბრაზილიის სწრაფებურს მოერგოს. და ბრაზილიის შემადგენლობაც ეგეთი არ ჩემი აზრით, მაინც ამ ყიფე არის. დაც არ ყავს შემცვლელი, აი ბრუნო გიმარაში, კაზემიროს და იმტრევს რა მოხდება ინდიგები. ბრუნო გიმარაში შეიძლება ჟუელინტონი, მაგრამ ეგენიც. აი, რაღაცნაირი შეცვლა. ძალიან დიდი დაუნგრეიდია, ძალიან დიდი სხვაობა არის. მაგრამ ბრაზილიის თამაშები ასევე ძალიან მაინტერესებს ანჩელოტის გამო განსაკუთრებით. საინტერესო იქნება კი. ანჩელოტის ანაკრებო ფეხბურთში სუმიდა და მენახა. მე მინდოდა იტალიის ნაკრებში მენახა, მაგრამ ბრაზილიაშიც არა. ისე ლუკაშენთვის ისტორიულად მსოფლიო ჩემპიონატებზე რა ვიცი. რომელი გუნდი გიზიდავს, შენთვის რომელი მსოფლიო ჩემპიონატი რომელ გუნდთან ასოცირდება? რომ ჩამოვთვალოთ, აი 2006 რომელთან მასე მეკითხები? ხო, კი ბატონო. არა, წლების გარეშე, აი ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატში რომელი ნაკრები გიზიდავს განსაკუთრებით? ისე ხო, ანუ გრანდების მიღმა მეკითხები ალბათ. ხორვატია ჩემთან ხორვატია მე დამემთხო ჩემ თინეიჯერობასთან 2018 წელი. აი მე ხა იტალია ასოცირდება მეთქი რომ ვთქვა ცოტა უცნაური იქნება, იმიტომ რომ მაგრამ მაინც იტალია ასოცირდება, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის იტალია იყო და მე აღარ მინახავს თითქმის რა, ანუ პლეი-ოფში ვერ გადიოდა. აი ხორვატია არის ჩემთვის ეგ ნაკრები რომ მსოფლიო ჩემპიონატთან ასოცირდება. თუ მაგას მეკითხებ თუ სწორად გავიგე. კი. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაც ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატია, იმიტომ რომ მექსიკას სულ მიყვარს ეგ ნაკრები. თავის მეკარით ოჩუა. და მათ ხედავ ხომ სოფლიოზე სტუმრობ ხომ მარტო. სხვაგან მექსიკა. წლევანდელ სოფლიოზე ესე იგი მთავარი ფავორიტად საფრანგეთი მიგეცნია. ესპანეთი და საფრანგეთის გავათანაბრა. ხო რა საბოლოოდ რო შევაჯამოთ ეგრე იყო ესპანეთი, საფრანგეთი. გამოკვეთილი მგონი ეგ და მე არის არგენტინა. აი ჩემთვის ეგრე. ხო. გონი პოდკასტი შედგა რასთვისაც ლუკა შევაწუხეთ, მოვიწვიეთ. ასე თუ ისე ყველა თემა მიმოვიხილეთ, ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოვიდა. მადლობა ლუკა, გემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, მომავალ შეხვედრაზე. კარგად იყავით. ნახვამდის.